გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის თბილისის რიგით 24 საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა. კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია კრწანისის რაიონში მდებარე სამასი არაგველის სახელობის ბაღში გაიმართა. ღონისძიება მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის მეთაურმა გიორგი რაზმაძემ გახსნა. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა ზღვის უბანში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა. სასულიერო პირმა ღონისძიების მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის ლოცვა კურთხევა გადასცა. დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა რეკრუტებს საბაზისო კურსის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი, სხვა სასულიერო პირები, ლეგიონის წევრები, რეკრუტები, მათი ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის სამხედრო სალაშქრო მომზადების საბაზისო კურსი წელიწადში ორჯერ ტარდება. სწავლება კი უფასოა. წლებია უკვე რაც მაზნიაშვილის ლეგიონი და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თანამშრომლობს და დღეს ხდება კურსდამთავრებულების დალოცვა, შემაჯამებელი ღონისძიება და მეტად მნიშვნელოვანია თვითონ ესეთი ფაქტი, რადგანაც ეს ეხმარება ადამიანებში პატრიოტული სულის გაღვივებას, განსაკუთრებით კი მომავალ თაობაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია. ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ერთმანეთის ზრუნვას, ამის შესწავლას, თანადგომას, ემპათიას და ესეთი ღირებულებების განვითარება ჩვენს ახალგაზრდებში ეს არის საფუძველი და იმედი და რწმენა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი მომავალში, მტკიცე და მთლიანი. დღეს დასრულდა თბილისის სასწავლო რაზმის 24 კურსის საბაზისო მომზადება. 100 მეტი ლეგიონერი შემოემატა ორგანიზაციას. ისინი შეისწავლიდნენ როგორც სამხედრო თემებს, ტაქტიკას, გადაადგილებას, ასევე პატრიოტული თემები, იდეოლოგიური მომზადება და ეს ყველაფერი ტარდება თავდაცვის სამინისტროსთან ერთად და საპატრიარქოს ხარდაჭერით. დღეს დავასრულეთ 6 კვირიანი კურსი გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ნახევრად სამხედრო ორგანიზაცია, სადაც მიმდინარეობს 6 კვირიანი ინტენსიური კურსი, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული, ყოველ კვირას ქონდა გასვლა. ძალიან საინტერესო კურსია და შეიძლება ითქვას საუკეთესო. ერთი თვის წინ დავიწყე გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონში კურსის გავლა. კურსი იყო ერთთვიანი, საკმაოდ სპეციფიური კურსი იყო. პირველ რიგში ამ ყველაფერში დაგვეხმარდნენ ჩვენი მეთაურები, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები არიან და თავის საქმის პროფესიონალები არიან. მათი გვერდში დგომა, მათი мотиваცია ყოველთვის გვაძლიერებდა.